არანაირად პირიქით საუკეთესო დრო იყო ახლა ამ ინიციატივისთვის ჩვენი აზრით. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც თქვენ ცოტა ხნის წინ წაიკითხეთ და მიგვითით ამან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, სადაც ჩვენი აკრძალვის შესახებ აქვს შეტანილი საქმე. ხო, ჩვენ სავარაუდოდ იქ მოგვიწევს პოზიციის წარმოქმნა, თუმცა შალვა პაპუაშვილს სავარაუდოდ მალე მოუწევს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე თავისი პოზიციის წარდგენა და ესეთი ქმედებებით, რასაც ქართული ოცნება ჩადის ამ გზას მხოლოდ თუ იმოკლებენ, თორე მეც ვერაფერს ვერ აკეთებენ. როგორი ქმედებები დიალოგზე უარის თქმით? დიალოგზე უარის თქმით მათ შორის, მაგრამ სხვა არ არის ერთ-ერთი თავარი რასაც ედავება მას ეს საერთაშორისო საზოგადოება არის ის, რომ ადამიანები აწამეს და ეს არის ყვერტეული შემთხვევები, ეს ეს ადამიანები რომ აწამეს, თქვენ მასთან დიალოგის გახსნის ინიციატივით გამოხვედით. ანუ თავარი საკითხი რაც მათ აქვთ და რაზეც ედავებათ საერთაშორისო საზოგადოება არის ის არაერთი ნაბიჯი, რომელიც უკან გადაიდგა დემოკრატიის გაყალბებული არჩევნები, უამრავი პოლიტპატიმარი, რომელიც მძევლად დაიყვანა ქართულმა ოცნებამ. ეს არის მათთან პრობლემა და არა ის, რომ რაღაც პაპუაშვილის რამდენიმე ესეთი განცხადება. ეს ერთი. რაც შეეხება ზოგადად თუ რაზე შეიძლება მათთან დიალოგი. არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ დამჩაში დაბეჭდილება, რომ ჩვენი ეს გუშტელ განცხადება ბევრმა ისე დააკომენტარა, რომ არც კი წაუკითხავს სამწუხაროდ ვიღაც. მე წავიკითხე თავიდან ბოლომდე და მოვისმინე კიდევაც, მაგრამ აი მიზანი რა იყო, თორნიკე, მაშინ ეს რო ავხსნათ, აი რა შედეგზე იყო გათვლილი ეს შეთავაზება. პირველივე აბზაცშია მიზანი, რის გამოც გამოვდივართ. ჩვენ ზოგადად შეთავაზება კი ზოგადად დოქტრინა ვთქვი, თუ როგორ შეიძლება ის უბედურება, რაც ამ ქვეყანას მოუტანა ქართულმა ოცნებამ, გადაილახოს და დავიწყოთ ამ. აქეთკენ სულა და პირველივე აბზაცში წერია, რომ საქართველოში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. წლებია ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და აქედან აუცილებლად ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ცოტაოდენი პასუხისმგებლობა მაინც გააჩნია. უნდა იღვაწოს იმისთვის, რომ ცადოდ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი ან პაპუაშვილზე, ან კობახიძეზე, ან ჩემზე, ან თქვენზე. როგორ თორნიკე და ვის ელაპარაკებით ეს ხო არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა რაღაც ტიპის კონკრეტულ შეთავაზებას თუ დოქტრინას მით უმეტეს წარადგენთ, ხო? პოლიტიკური კრიზისიდან ძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ხო? ვის სთავაზობთ? ანუ ვინ არის თქვენთვის ირაკლი კობახიძე არის ის ამ ქვეყნის ლეგიტიმური წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება დაუჯდეთ დიალოგზე და შესთავაზოთ მაგალითად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ან შემდეგ არჩევნების. როდესაც დიალოგზე საუბრობ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შემთხვევაში ძალიან აცდენილია ჩვენი პოზიციები, ხო? ხელისუფლების და ოპოზიციის, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში არის უფსკრული შეიძლება ითქვას, იმდენად დიდი სხვაობაა, ხო, რასაც ჩვენ უყურებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ გაყალბდა 2024 წლის არჩევნები, ხო, ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ, ხო? თუმცა, როდესაც პოლიტიკურ დიალოგზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს არის შენი მოწინააღმდეგე, ხო? ახლა ამის ახსნა არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ, რომ მაგალითად 4 წელია უკრაინას რაკეტებს აყრის პუტინი თავზე, თუმცა უკრაინელები მაგალითად მძევლების გამოხსნაზე ესაუბრებიან, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა უკეთესობისკენ მიდის მათი დამოკიდებულება პუტინის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ რაზე ესაუბრები მოწინააღმდეგეს და რისთვის მიდიხარ, რა მიზნით მიდიხარ პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის ხო ყველაზე მნიშვნელოვანი და რა პოზიციით, ხო? ორ მთავარ საკითხზე, რაზეც არის ამ განცხადებაში საუბარი, ეს არის ახალი და სამართლიანი არჩევნები და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ წელიწადია ამაზე რა დიალოგი უნდა გამართოთ? ანუ აი რა ტიპის დიალოგი უნდა გამართოთ ამაზე, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდეს? ვისაუბრებთ ახლა ამ ფორმატში, მით უმეტეს, როცა ესეთი დამოკიდებულებაა ქართული ოცნებიდან, თუმცა ჩვენ კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ, თქვენ თავიდან მკითხეთ, რამდენად დროული იყო ჩვენი ეს განცხადება და ესეც ამოვიღე, მაგალითად მინდა ამაზეც ვისაუბროთ, ხო, მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებში პირველივე პუნქტში წერია ქართულად და ინგლისურად შემიძლია ვაჩვენო მოსახლეობას, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელია ეს დოკუმენტი და რამდენიმე წამი დამჭირდება, რომ ეს აუცილებლად უნდა ჩავიკითხოთ, რომ რას გვეუბნება, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძებელი გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის შესახებ არსებულ ბრალდებებზე. ეს როგორ შეიძლება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გაკეთდეს? ქართული ოცნების გამოძიების ვინმე სჯერა და ვინმე სჯერა, რომ ისინი დაჯდებიან და დაადგენენ როგორ გააყალბეს არჩევნები? ან მეორე პუნქტში, როდესაც პირველი ამით იწყება რეკომენდაციები, ხომ? განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული აუცილებელი ცვლილებები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებების ოფისთან ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოდგენილ რეკომენდაციების შესახებ. ესეც და კიდევ ერთი ნაწილი. ლაპარაკია იმაზე, რომ გაყალბებული არჩევნებით არჩევნების
მიტაცებით, ამ შედეგების გადაწერით და ხელისუფლება, რომელიც არ არის ლეგიტიმურად არჩეული, მან მიიტაცა ხელისუფლება და ამის შემდეგ იწყება მთელი ჯაჭვი უკვე იმ ძიმე დარღვევების, რაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმში აისახა და რაც ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ხო მასია? ახლა ამ ხელისუფლებას, რომელიც წელიწადზე მეტია, აი ეს ვითარება შექმნა და ასეთ მძიმე დარღვევებს ჩადის, უცებ გუშინ რატომ სთავაზობთ, რომ მოდით დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მე ამას გეუბნებით, რატომ იყო, ეხა რატო გონიათ, რომ დროული იყო ეს ინიციატივა, როცა მართლა ჰააგის ტრიბუნალი აქვს დაკიდებული თავზე დამოკლეს מחვილები და თქვენ მას თავაზობთ დიალოგს. აუცილებლად გიპასუხებთ, მაგაზე უბრალოდ მესამე ნაწილს აუცილებლად მინდა წავიკითხო საზოგადოებისთვის. რეკომენდაცია არის ასეთი, რომ გააგრძელონ ძალისხმევა ყველა შესაბამის აქტორს შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის. ესეც არის მოსკოვის მექანიზმის მიერ დადებული დასკვნა. მოსკოვის მექანიზმის დასკვნაზე ყველაზე მსუბუქი მუხლებია, რაც ამოიკითხეთ, ეხა ბევრად უარესებია გაკეთებული ქართველების რა თქმა უნდა, წამებაზე ვისაუბრე და რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი ბრალდება, რაც არის, თუმცა ჩვენ ხო ამ კონტექსტში ვსაუბრობთ, თუ გვინდა იმ კონტექსტში დაქტორ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ამაზე თქვენთან ერთად მილიონჯერ ვისაუბრეთ. დავასრულებ ამ საკითხზე საუბარს, თუ შეიძლება, რომ ეს მექანიზმის დასკვნა არ არის მხოლოდ აღწერა, თუ იმისა თუ რა უბედურება დაგმართა ქართულ მოუცნებამ. აქ არის კონკრეტული რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებში უნდა ამოვიცნოთ მათ შორის ოპოზიციურ პარტიებმა საკუთარი თავი და რაც შეეხება ამ დროის ფაქტორს, რასაც ისე მეკითხებით, პირიქით ამ დღეს იყო და გუშინ იყო ამისთვის საუკეთესო დრო, როდესაც ესეთი დოკუმენტია მომზადებული და როდესაც ჩვენ წელიწადზე მეტია ვამბობთ ორ მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს. როგორ წარმოგვიდგენია ეს, მაშინ ამაზეც ვისაუბროთ, ხომ? მე მოვისმინე პოზიცია, რომ ეს გათავისუფლება თორნიკე არის ქართული ოცნების გადასაწყვეტი, ამას რა ტიპის დიალოგი სჭირდება, არ ვიცი, ეს უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ, ხო, გადაწყვეტილება, რომ უკანონო დაკავებული ადამიანები გაუშვას ციხიდან, ამის ბერკეტი აქვს ახლა ქართულ ოცნებას, ხო? თქვენ რაზე უნდა ელაპარაკოთ მას, რომ მე შენ გაღიარებ და გაუშვი ახლა ეს ხალხი, თუ აი რა ტიპის წინადადებით მიდიხართ მაშინ? ძალიან მარტივია. ქართულ ოცნებას დაუდგა არჩევანი, ხო, ჩვენი ამ პოზიციის შემდეგ. ახლა მე თქვენთან მაქვს კითხვა, ამ არჩევანის შემდეგ მისი ცხოვრება გამარჯვება და აი ამ დიალოგზე თუნდაც რაც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ. ეხლა თქვენ ფიქრობთ, რომ რამე ჩიხში შეიყვანეთ ქართული ოცნება? რა თქმა უნდა, არის სერიოზული პრობლემა მათთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს აქ ვიღაცები, მათ შორის ჩვენ და უნდა დამასრულებინოთ, ასე არ გამომივა სამწუხაროდ. როდესაც საუბრობენ, რომ აქ თურმე ჩვენ ვართ ვიღაცები, ვისაც ესკალაცია გვინდა ამ ქვეყანაში და არევა გვინდა და 1000 უბედურებას გვაბრალებენ, თვითონ არიან თურმე დადასტურდა ფაქტი, რომ არავითარი დეესკალაცია მათ არ უნდათ, არავითარი დამშვიდება ამ ქვეყნის მათ არ უნდათ, ერთადერთი რაც მათ ადარდებს, არის ის, რომ ძალაუფლებაში იყვნენ და თუ საჭირო იქნება, ისევ წამებას გააგრძელებენ ადამიანები სამწუხაროდ, ისევ მიიტაცებენ არჩევნებს, როგორც ჩატარდება და ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ, უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა. პასუხისმგებლია პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ როგორც ეს არის მთავარი ალბათ. აქედან მე დაგემუქრები, იქედან შენ დაჭერი დამემუქრე და ასე ვისაუბროთ, ეს არის არასწორი. და არასწორი არა იმისთვის, რომ ლელო სუსტდება, ამიტომ ქართული ოცნება სუსტდება, ქვეყანა სუსტდება, გასაგებია თქვენი მიზანი იყო ეს, რომ ქართული ოცნებას ეთქვა უარი, იმიტომ რომ დღეს თვითონ თუ რადგან ესი ამბობს, რომ ჰააგის სასამართლომდე გზას იმოკლებს და ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დიალოგზე თუ დაგთანხმდებოდათ, ჰააგის სასამართლომდე გზა უფრო გაუგრძელდებოდა და ეს მათი რაღაცა გახანგრძლივების საფუძველი იმისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ნამდვილად ეს, თუმცა მთავარი არგუმენტი ჩვენი არის ის, რომ ქვეყანას ჭირდება პოლიტიკური დეესკალაცია და განმუხტვა იმ სიტუაციის, რომელიც აზიანებს ყოველდღიურად ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის ყველანაირ ინტერესს, ეკონომიკურს, პოლიტიკურს და ასე შემდეგ.